ფაქტორები განაპირობებს სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამაც და რატომ აღემატება საქართველოში სურსათის ღირებულება ევროპულს რამდენჯერმე. Ამ კითხვებზე პასუხები უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი. გარდა იმისა, რომ საკითხის შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ წელს დაიწყო უკვე დაკომპლექტდა მთავრობის საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაც. სამთავრობო კომისიაში, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს, სუსის უფროსისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გარდა ყველა პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი პირი შედის. არის თუ არა სურსათზე ფასები ხელოვნურად გაზრდილი და რა კითხვის ნიშნები აქვს მთავრობას ბაზრის მოთამაშეებთან. შალვა სუმბაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. შალვა. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკოორდინაციო კომისიის წევრების ვინაობა დამტკიცდა, თარიღდება 2025 წლის 30 დეკემბრით და ეს არის ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯი, რომელიც არის ერთგვარად გამოხმაურება იმ დაპირებისა, რომელიც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვაში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, რომ შედგებოდა შესაბამისი ჯგუფები, მათ შორის როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე საკანონმდებლო დონეზე და დაიწყებოდა მუშაობა იმისათვის, რომ ის ფასნამატები, რომელიც არსებობს საქართველოში ირაკლი კობახიძის განმარტებით შემცირდეს, გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, უფრო ზუსტად საფრანგეთისა და საქართველოს მაგალითებზე განიხილა ვიდეო მიმართვაში, როგორც მაყურებელს ალბათ ახსოვს ფასები პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში საფრანგეთთან შედარებით საქართველოში ერთი და იგივე პროდუქცია ორჯერ და სამჯერ მეტიც კი ღირს და ეს ყველაფერი როგორც მან განმარტა შესაძლებელია მომდინარეობდეს როგორც სადისტრიბუციო, ასევე სარეალიზაციო დონეზე მსხვილი ფასნამატებიდან და მან მაშინვე დაანონსა, რომ სხვადასხვა დონეზე, მათ შორის საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებოდნენ, რა შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი და დაიწყებოდა კონკრეტული მოქმედებები. ამ ვიდეო მიმართვის გავრცელებიდან მალევე საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და დაანონსა, რომ ასევე საკანონმდებლო ორგანო შექმნის საგამოძიებო კომისიას საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე. შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ იქნება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, თუ კი ამის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ყველა ფორმით იქნებიან პროცესში ჩართულები, რათა სასურსათო ფასების რეგულირება მოხდეს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ეს ყველაფერი მოხდება ბიზნესთან და კერძო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით, იმისათვის, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ამ სურსათს ყიდულობენ, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იყოს ბიზნესის უფლებები და არ მოხდეს მათთვის რაიმე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომელიც ბიზნესის კეთებას გაართულებს. მთავრობის ფორმატში, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმატში, ისე საპარლამენტო ფორმატში აღმასრულებელი საკითხის განხილვა მოხდება, შეიქმნება შესაბამისი კომისიაც, იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს და ის არარეალური ფასები, რომელიც ჩვენს შედარებით გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ამავე ქვეყნებში გაცილებით უფრო ძვირი და უფრო მეტი ხარჯი უწევთ ადამიანებს და ბიზნესს რომ გაწიოს, მაშინ ჩვენს ქვეყანაში მარჟებზე, რომელიც არის რამდენიმეჯერ გაცილებით უფრო დიდი ვიდრე სხვა ქვეყნებში, ამასაც სათანადო პასუხი ჭირდება და თუ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი საჭიროებაც იქნება, რა თქმა უნდა, პარლამენტი არც ამაზე არ დაიხევს უკან. იქნება ძალიან გამჭვირვალე მუშაობა, აქ ჩართულები იქნებიან უშუალოდ კომპანიებიც, ვინაიდან მათი ინტერესებიც არ უნდა დაზიანდეს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გავიაროთ აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ძალიან ჭარბი არის ის ფასნამატი, რომელიც ფასნამატიც არის საზღვრიდან კონკრეტულად დახლამდე და პირველადი შეფასებით იკვეთება აშკარად, რომ შესაძლებელი არის ფასების შემცირება. ჩვენ რა თქმა უნდა არასდროს არ ჩავრეულ ვართ ბიზნესის საქმიანობაში და ბიზნესი სრულად არის თავისუფალი ნებისმიერი სახის წნეხისგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად ბიზნესის ჩართულობით ჩვენ ერთად უნდა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს თუ რატომ არის ასეთი ფასები და შესაბამისად უნდა ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა. როგორც უკვე ნახეთ, როგორც სამთავრობო, ასევე საკანონმდებლო დონეზე დაგეგმილი არის გარკვეული ცვლილებები იმისათვის, რომ განსაკუთრებით პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც გაირკვა, რომ არის საკმაოდ მაღალი ფასნამატი, ეს ფასნამატის საკითხი დარეგულირდეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ეს კონკრეტული ფასების შედარება მომდინარეობდა იმ კვლევის საფუძველზე და იმ ციფრების შესწავლის საფუძველზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეისწავლა.
შეისწავლა. ახლა როგორც საკოორდინაციო კომისია, ასევე საპარლამენტო კომიტეტები იმსჯელებენ იმაზე, საჭიროა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას იმისათვის, რომ ფასნამატების და წმინდა მოგების მარჟების შემცირება მოხდეს, რამაც ბუნებრივია უნდა გამოიწვიოს კონკრეტულად დახლებზე პროდუქტების ფასების შემცირება. მადლობა, შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.